დედაენის ბაღმა ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს უმასპინძლა. ფესტივალი ადრენალინის მოყვარულებისთვის ახალი ღონისძიებით დაბრუნდა, რომლის მთავარი მესიჯია სპორტი გვაერთიანებს. ღონისძიების ორგანიზატორები არსენ მამეტოვი და შმაგი სამხარაძე არიან. არსენი ცხინვალიდანაა, რომელმაც მიზნად საქართველოში ექსტრემალური სპორტის განვითარება დაისახა. იდეის ავტორებს სურთ მათი საქმიანობით ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესს. დედაენის პარკში გაიმართა ექსტრემალური სპორტის ფესტივალი. ერთ-ერთი ორგანიზატორი არის წარმოშობით ოსი, ეროვნებით ოსი, ცხინვალიდან. აქ არიან ასევე დევნილები ახალგორიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ წეროვანის დასახლებიდან, ხეზეთიდან და ჩვენი მთავარი სლოგანი არის სპორტი აერთიანებს. ახალგაზრდები შერიგებისთვის. მნიშვნელოვანი არის, რომ მზარდი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე, მზარდი სკეიტ პარკების მშენებლობის ფონზე ახალგაზრდებში ეს სპორტი ნელ-ნელა პოპულარული ხდება, ასე ვთქვათ, არატრადიციული სპორტი და ამას ემატება ასეთი სოციალური ნაწილიც, რომ ჩვენ ერთი ქვეყანა ვართ, მნიშვნელობა არ აქვს. ცხინვალიდან ხარ, სოხუმიდან ხარ, ქუთაისიდან თუ თბილისიდან, ყველანი ვართ ერთი, სპორტი გვაერთიანებს, ასე რომ ეს არის მთავარი ლაიტმოტივი ამ ღონისძიების. დედაენის პარკში უკვე მეორედ ვატარებთ ფესტივალს ლოკალური რაიდერებისთვის. 50-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა. მონაწილეები აჩვენებენ საუკეთესო გამოსვლებს. ჩვენთან არიან ასევე დევნილები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მათთვის ვატარებთ მასტერ-კლასებს. მოხარული ვარ, რომ ასეთ ლამაზ ადგილას შევიკრიბეთ და შემიძლია გავიმეორო ჩვენი დევიზი. სპორტი გვაერთიანებს. Мы в одном таком красивом месте собрались, и мы только можем подтвердить наш девиз, что спорт объединяет. ღონისძიება სხვადასხვა ასაკის თუ ინტერესების მქონე მაყურებელი ჰყავს. მათ შორის იყვნენ დევნილი ბავშვები ახალგორიდან. ფესტივალის აქტიური მონაწილეები ჩვენი ცენტრის ბლოგერი გოგონები მილენა აჟიბა და ნინო პაპავაც არიან. ბევრი ხალხია ძალიან. აქ არიან სუპერპროფესიონალებიც და ისინიც, ვინც ახლა იწყებენ. ყველანი ერთად კი ძალიან მაგარ ექსტრემალურ ფესტივალს ვესწრებით. ვიმყოფებით თბილისის დედაენის პარკში, ექსტრემ სპორტის ფესტივალზე. ყველაფერი ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. ბავშვობაში ნანახი ფილმის შემდეგ ვოცნებობდი დამდგარიყავის სკეიტზე. იმედი მაქვს გამომივა.